ლომისობას მლეთაში ექსკურსიაზე გაუჩინარებული 17 წლის მოზარდის ოჯახს თანაგრძნობას ვუცხადებ და გიზიარებთ ჩემს პროფესიულ შეფასებას მოცემულ საქმესთან დაკავშირებით. სახეზე გვაქვს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეორე მუხლის პროცედურული დარღვევა და ასევე მესამე მუხლის დარღვევა. კერძოდ, გურამ დადიანიძის უჩვეულო გაუჩინარების დღიდან 12 წლის მანძილზე საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა სწრაფად და ეფექტურად არ ჩაატარეს მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. საფუძვლიანად არ დაკითხეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოწმეები. არ უზრუნველყოს მათი ჩვენებების კონფრონტაცია და საჭიროებისამებრ არ დაკითხეს განმეორებით დამატებითი გარემოებების გამოვლენის მიზნით. არ უზრუნველყოს შემთხვევის ადგილის დათვალიერება სპეციალისტების ჩართულობით. ვერსიების გადამოწმების მიზნით არ ჩაატარეს საგამოძიებო ექსპერიმენტი და ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებები. სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს საკისრე განსაკუთრებული ვალდებულება ჩაატაროს სწრაფი, ეფექტური და ობიექტური გამოძიება. მოცემულ შემთხვევაში კი სახეზე გვაქვს საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ზერელე დამოკიდებულება, 12 წლიანი უმოქმედობის პერიოდი, არასათანადო არაეფექტური გამოძიება, რასაც შედეგად მოჰყვა მთელი რიგი ხარვეზები მოცემულ საქმეში. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად აცხადებს, რომ მსგავს შემთხვევებზე ადგილი აქვს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეორე მუხლით გათვალისწინებული სიცოცხლის უფლების პროცედურულ დარღვევას არაეფექტური გამოძიების საფუძველზე. და აქედან გამომდინარეობს ასევე მესამე მუხლის დარღვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ წლების განმავლობაში საგამოძიებო ორგანო არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, მოეხდინა გაუჩინარებული მოზარდის ოჯახის წევრების ინფორმირება საქმის მიმდინარეობის შესახებ. წლების განმავლობაში ოჯახის ინფორმაციულ ვაკუუმსა და მძიმე გაურკვევლობის მდგომარეობაში ყოფნამ განაპირობა მათი ფსიქოლოგიური ტანჯვა, რასაც სტრასბურგის სასამართლო აფასებს როგორც სახელმწიფოს მხრიდან გაუჩინარებული პირის ოჯახის წევრის მიმართ არაადამიანურ მოპყრობად. ყოველივე ზემოანიშნულიდან გამომდინარე, ოჯახმა აუცილებლად მოცემული საქმის წარმოება უნდა განაგრძოს სტრასბურგის სასამართლოში და საერთაშორისო დონეზე უნდა დადგინდეს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა, ვინაიდან არც ერთ მოქალაქეს არ უნდა უწევდეს სიმართლის დასადგენად რკინის ქალამნების ჩაცმა და თვითი იუსტიცია.